გაუმარჯოს ყველას, გუშინდელი ლონდონური ფიასკოს შემდეგ მადრიდის რეალის შანსები რომ გავიდეს ნახევარფინალში და მით უმეტეს ახლა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს კიდევ ერთხელ ბუნებრივია შემცირდა და როგორც ჩანს ჩვენ გვეთანხმება ერთი სუპერკომპიუტერი რომელიც რაღაცა პროგნოზებს აკეთებს ხოლმე. ეს სუპერკომპიუტერი ამ გუშინდელ თამაშამდე მადრიდის შანსებს რომ გასულიყო ნახევარფინალში, ანუ არსენალის ბარიერი გაევლო, აფასებდა 50%-იანი ალბათობით. თითქმის 50%-იანი, 59 და რაღაცა. დღეს ეს ალბათობა შემცირებულია 4%-მდე. ხო და მოდი ახლა ვნახოთ ვის რა შანსები აქვს, როგორ ანაწილებს ეს კომპიუტერი შანსებს. მოკლედ პირველ ადგილზე არსენალი აიყვანა. მეგობრებო, რომელმაც გუშინ 3-0 დაამარცხა რეალი თავის მოედანზე. ნახევარფინალში გასვლა 96%, ფინალში გასვლა 54.2% და გამარჯვება 28.4%. მეორე ადგილზე მოდის ბარსელონა. 80% რომ დორტმუნდს აჯობებს და გავა ნახევარფინალში. 53.3% რომ ფინალში გავა, 22.4% რომ მოიგებს თასს. მერე მოდის ინტერი, გუშინ 2-1 მოუგო ბავარიას, სტუმრად სხვათა შორის. 82.4% რომ ნახევარფინალშია. 53.7% რომ ფინალშია, 21.1% რომ თასს მოიგებს. პარი სენ-ჟერმენი, ჩვენი ხვიჩა, ჩვენ ყველა ამას გულშემატკივრობთ. ვის ნორმალურია, ეხლა ყველა 72.4% გაივლის ასტონ ვილას ბარიერს, 35.9% რომ ფინალში გავა და 18.8% რომ მოიგებს თასს. მერე მოდის ბაიერნ მიუნხენი, აგერ აღარ წავიკითხავთ, ხედავთ ყველაფერს. თქვენ თვითონ როგორი მონაცემებია, ნახევარფინალი 17.6, ფინალი 8.6, გამარჯვებული 3.7. მერე ასტონ ვილა, მერე ბორუსია დორტმუნდი და ბოლოს რეალ მადრიდი 4% სულ რომ გაივლის არსენალის ბარიერს. და 1.1% რომ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. აი ესეთი ამბებია, მოკლედ ფიასკო სრული, ესპანური გაზეთები პრომადრიდისტული. ესპანური გაზეთები, მოკლედ ნაპერწკლებს ყრიან, აღარ იციან საით მხარეს და როგორ რა პოზაში და ასე შემდეგ. მოკლედ, ვნახოთ რა იქნება ერთ კვირაში, დღეს კიდევ უგულშემატკივრობთ ყველა პარი სენ-ჟერმენს, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ყველა პარი სენ-ჟერმენს გულშემატკივრობთ.